ამ დარბაზში გადავიხადე 4000 უნგრული ფული. მოკლედ დღეს უნდა ვივარჯიშოთ კერდი, ამიტომ წამოვყევით ჩემთან ერთად. გამარჯობა მეგობრებო, დღეს ვართ ბუდაპეშტში, კონკრეტულად კი ჯონ რიდის დარბაზში. ეს არის ყველაზე სტილური და ყველაზე განსხვავებული დარბაზი მთელს ევროპაში, იმიტომ რომ გამოირჩევა მხოლოდ ესეთი ორნამენტებით, ესეთი ფიგურებით, როგორიცაა დრაკონი, სპილო, ბუდა, აზიური ორნამენტები, აზიური გრაფიტები კედელზე და უიხოდ ამავისლა გილოცავ. შობა ახალ წელს, იმიტომ რომ დღეს უკვე არის 25 დეკემბერი და დღეს აქ უკვე შობაა და გამიკვირდა რომ ეს დარბაზი ღია, იმიტომ რომ ყველაფერი დაკეტილია ბუდაპეშტში, ვენაში, მთელს ევროპაში თითქმის. მოკლედ დღეს უნდა ვივარჯიშოთ კერდი, ამიტომ წამოვყევით ჩემთან ერთად. Let's go. ერთ რამე შეგახსენებთ, რომ მე არ ვწერა ვიდეოებს იმისთვის, რომ გაჩვენოთ კერდის საუკეთესო 5 ვარჯიში, ან რაღაცა ეგეთი. კარგია კი ეგეთი რაღაცები, იმიტომ რომ ხალხი უყურებს, ვის დამწყებია, აინტერესებს, მაგალითად, სხვა როგორ ვარჯიშობს, რომ იგივე გაიმეოროს ან რაღაცა ეგეთი. მაგრამ მოსაბეძრებელია უკვე ეს ყველაფერი რა, ყველა მაგას აკეთებს. ადრე კი ძალიან გაიყო, მეც მაგით დავიწყე, მეც მასე უყურებდი უცხოელებს, ქართველებს არ აქვს მშობა. მაგრამ ესეთი კონტენტი უფრო საინტერესოა რა, რომ ვიღაცა რაღაცას არ გასწავლეს და პირიქით გაჩვენებს იმას, თუ სადღაც როგორი დარბაზი არსებობს და როგორი განსხვავებულია ისეთი, რომ საქართველოში ესეთი არ გვაქვს. მე რომ სამგზავროდ მივდივარ, თუნდაც ასასვენებლად, თუნდაც რაიმე საქმეზე, ყველანაირად ვახერხებ, რომ სადმე მაინც მოვძებნო, თუნდაც ყოველ საინტერესო ადგილი. ეს არა მარტო ჯიმს ეხება, არამედ სხვა რაღაცასაც, იმიტომ რომ მაგალითად ვენაში ვერ მოვძებნე ჯიმი, რომელიც ხო ძალიან საინტერესოა, იმიტომ ყველა ჯიმი ერთმანეთს გავს. მოსაბეძრებელია ეს ტრენაჟორები, ეს გირები, ყველა მზეპირად ვიცით რა. და ეს ვენაში მოვძებნე შვარცენეგერის სახლ-მუზეუმი. უბრალოდ იმდენად შორს იყო, რომ ვენიდან ვეღარ წავედი და ვეღარ გადავიღე ვერაფერი. ამიტომაც მომიწია რომ ბუდაპეშტში აიქ მოვსულიყავი ადგილას. რომელიც ფიქრობ რომ ძალიან გამორჩეული და ლამაზია რა. ტრენაჟორებს რაც შეეხება, ყველაფერი არის აბსოლუტურად. ძალიან დიდი სივრცეა ყველაფერზე განკუთვნილი და ძალიან კარგი. ერთი 5 ბენჩი დგას, რაც ძალიან გასაკვირია, იმიტომ რომ ბევრ დარბაზში ბენჩის რაოდენობა ძალიან მწირია. საკ კიდე აერობიკის კიდე ერთი ოთახი აქვს. კარდიოსურცეთ სალკი არის გამოყოფილი, სადაც ეს ზუსტად ის ბუდა და სპილოები სადაც დგას. ამ დარბაზში გადავიხადე 4000 უნგრული ფული. ვაუ, არ ვიცი რა ქვია. ეხლა ვცდილობ რომ გადავიანგარიშო რამდენია ევროებში. ანუ 10 ევრო გადავიხადე დარბაზში, რომელიც ძალიან მომწონს და რომელიც აღჭურვილია ყველაზე მეტი ტრენაჟორით და ამავდროულად გამოირჩევა თავისი ინტერიერით და თავისი სტილით. ძალიან კარგია. 10 ევრო 30 ლარია რა ჩათვალოთ. კაია ძალიან. და ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სნეკის მიწისყელის კარაქს, რომელმაც ბუდაპეშტისკენ მოგვამარაგა ესეთი პატარა-პატარა წუბიკებით და გვაქვს ექსტრა ენერგია სნეკის დახმარებით. ამას მე გავაჩუქებ და ვიღაცებს ვაჩუქებ. ძალიან კარგი. წავიდა. Let's go. ალბათ ვერს გაგიჩნდებათ კითხვა თუ რა შუაშია ეს ბუდა, თუნდაც ამ დარბაზთან ან ქალაქთან. უნგრელები არიან ქრისტიანები, კათოლიკე ქრისტიანები, ამიტომ რელიგიასთან ეს ყველაფერი არაფერ შუაში არ არის. უბრალოდ ვინც არიცით, ქალაქი ბუდაპეშტი დაყოფილი იყო ორ ქალაქად. დინარის მარცხნივ იყო ბუდა და დინარის მარჯვნივ იყო პეშტი. და ეს ორი ქალაქი მე-19-20 საუკუნეში გაერთიანდა და დაერქვა სიტყვა ბუდაპეშტი. და ზუსტად ეს ბუდა არის ამ ქალაქის ესე ვთქვათ სიმბოლოსავი. მიყვარს რომ ყველა დარბაზში ისე ტრენაჟორს აღმოაჩე, რომელიც ძალიან გამაკვირვებს. თავიდან მეგონა იყო შუა დელტის. მიქვემოდან ამოტანა თქო, მაგრამ სინამდვილეში ეს ყოფილა ქვედა მკერდის ძალიან მაგარი ვარიაცია. crossover-ზე ვაპირებდი რომ გამეკეთებინა, მაგრამ იგივე ვარიანტია ეს და ძალიან მომწონს.
ძალიან მაგარია ხო? კიდევ ერთხელ გავიმეორდები, რომ ამ დარბაზებში და ზოგადად დარბაზების აღმოჩენებში მომწონს ის ფაქტი, რომ ნახულობ ძალიან განსხვავებულ და ძალიან კარგ ტრენაჟორებს, მაგალითად როგორიც არის ეს, კიდევ ძალიან ბევრი სხვა ისეთი ტრენაჟორი ვნახე, რომელიც საერთოდ სოციალურ ქსელში არც მინახავს და არც სხვა პლატფორმებზე. გამოიწერეთ ჩემი არხი, არ დაგავიწყეთ. მე ვარ პირველად არ გამახსენდა რომ უნდა თქვა ეს რომ გამოიწერეთ. ამიტომ მართლა გამოიწერეთ, იმიტომ რომ პირველად გამახსენდა რომ უნდა მეთქვა გამოიწერეთ. ო, ამიტომ გამომყევით. Instagram-ზეც, TikTok-ზეც, YouTube-ზეც, ყველაფერზე აბსოლუტურად. ნახე მაგდა. საბოლოოდ რო შევაჯამოთ, დავუწერ 10-დან 900-ს, იქიდან გამომდინარე რომ ღირდა 10 евро. 10 ევროსთვის ყველა სტანდარტს აბსოლუტურად აკმაყოფილებ და ზუსტად ის ერთ ქულას დავაკელე, იმიტომ რომ გასახდელი ცოტა არ მომეწონა. ძალიან ესე ვთქვათ, ცოტა მოუწესრიგებელი, ცოტა რაღაცა ვერ დაუჭირე მოგამ, იმიტომ რომ ესეთ დარბაზი რო გაქვს, შემიძლია ესეთივე მაგარი გასახდელი და მოუწესრიგებული აბსოლუტურად ყველანაირად რა. არ ვიცი რა შეიძლება დავაბრალო, მაგრამ ვარჯიშთა ძალიან ვისიამოვნე, აკმაყოფილებს ფასი იმ მოთხოვნილებას, რაც მე გამაჩნია ფასიდან გამომდინარე. და ასევე ძალიან ერთი პრობლემა შეგვიქმნა, რომ შემოვედი დარბაზში. ფული არ მიყო, ამიტომ გადახურდაობა მომიწია, ამისთვის ინტერნეტი ჩავრთე, ინტერნეტი რო ჩავრთე, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა roaming-ოს. რომ აი ესე უცბად მივწერე და უცბად 5 გიგაბაიტი, 10 გიგაბაიტი, ულიმიტო გიგაბაიტი ჩამეთეს. და უცბად ეგრევე გადმოვრიცხებს, დავა და გადავიხადე. ეგ არის ძმაო, ინტერნეტი როცა გაქვს, ესე დარბაზსაც მოძებნი, ესე დარბაზსაც მოაგდე. გადაეხტი კიდევაც, ფულსაც გადახურდა და ეგ არის რა. მადლობა roaming-ოს, მადლობა Snack-ის, მადლობა თქვენ, რო ყურებთ ჩემ ვიდეოებს. გამოიწერეთ ჩემი არხი, გამოვყევით Instagram-ზე, TikTok-ზე, ყველა პლატფორმაზე აბსოლუტურად და დაელოდეთ წინ ძალიან მაგარ ვიდეოებს. პაკა, წავედი.